გუშინ კანცელერიამ გავრცელა განცხადება ირაკლი ყობახიძის სახელით, რომ საქართველოს ხელისუფლება შედარებით დაბალი განვითარების ქვეყნებს გადასცემს $10,000 დახმარებას. ჯერ როცა ქვეყანას ეხმარები $10,000 დახმარება რა არის მართლა არ ვიცი. წარმოიდგინეთ ხა იქ რამდენი ადამიანი ცხოვრობს და $10,000-ით რა უნდა შეეცვალოთ მათ. მეორე, როდესაც შედარებით დაბალი განვითარების ქვეყანებზე საუბრობ, უნდა იცოდე რომ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს შენ, მაგალითად ჯანდაცვის კუთხით და ამ ქვეყანაში თუ უნდათ რომ სწორი დიაგნოსტირება გააკეთონ და მიიღონ და შესაბამისად ისეთი მომსახურება რომ გადარჩნენ ონკოპაციენტებს გულისხმობ ხოლმე აუცილებლად ქვეყნიდან გადიან. ყველას ბავშვი ქვეყნიდან გაყავს და იმით ქვეყნიდან გასვლა სჭირდება $100,000 ანუ ურთულესი პროცედურაა, ურთულესი პროცესია წმინდა ფინანსურად ეს მოქალაქეებისთვის და ჩვენ ვიცით ყველამ რომ მერიის და ჯანდაცვის დაფინანსება არის ლიმიტირებული. ანუ ადამიანები ამ დაფინანსებას ვერ იღებენ იმდენს რომ შვილები გადაარჩინონ. ანუ $30,000 რომ ისცემს ჯანდაცვის სამინისტრო